და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის კონკურსში გამარჯვებულ პროფესორ მასწავლებლებს შეხვდა. უწყების ხელმძღვანელმა პედაგოგებთან უმაღლესი სასწავლებლის არსებობის მნიშვნელობასა და მის პრიორიტეტებზე ისაუბრა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ერთობლივი მუშაობა სწავლის ხარისხის ამაღლებასა და დასავლური სტანდარტების სწორად დაგეგმვას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი როგორც დამოუკიდებელი უმაღლესი სასწავლებელი 1938 წელს დაარსდა. აკადემიის სტატუსი 1994 წელს მიენიჭა. დაწესებულება 2007 წელს გაუქმდა. 2013 წლის 28 მარტს კი ახალი მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებით დაარსდა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი. მიზნად განისაზღვრა საქართველოს კანონით გათვალისწინებული აკადემიური უმაღლესი განათლების განხორციელება, სასწავლო დაწესებულების პრიორიტეტებს საერთაშორისო დონის სპეციალისტების მომზადება და მათი გაცვლით პროგრამებში ჩართვა, სპორტული ბაზების განვითარება, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლობა და ყოველწლიურ სამეცნიერო საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა წარმოადგენს. პირველ რიგში სასიამოვნოა უკვე პირველი ეტაპი გადაილახა და ჩვენ უკვე სტუდენტებს ველოდებით სექტემბრის თვიდან სპორტის უნივერსიტეტში. ეს ადამიანები, ეს გახლავენ ის ადამიანები, რომელიც შეირჩა კონკურსის შედეგად, მე ვფიქრობ, ეს უნდა იყოს თანამედროვე ევროპული ტიპის უმაღლესი სასპორტო სასწავლებელი, რომელიც იქნება ორიენტირებული, რომ საქართველოში სპორტშიც მოღვაწეობდნენ განათლებული ადამიანები. გამოვაცხადეთ კონკურსი, როდესაც უკვე დაფუძნდა სპორტის უნივერსიტეტი, ადამიანური რესურსების გარეშე არ არსებობს უმაღლესი სასწავლებლის ფუნქციონირება და გამოვაცხადეთ 125 ადგილზე, ვაკანტურ ადგილზე კონკურსი, შეიქმნა კომისია, რომელმაც ძალიან ნაყოფიერად იმუშავა და 95 კაცი უკვე მივიღეთ. ეს სრულად საკმარისია იმისათვის, რომ პირველ-მეორე კურსზე აბსოლუტურად დაკომპლექტებულია ყველა დონის პროფესორ-მასწავლებლები.